ერთი რაღაც მინდა გითხრათ, წინა ვიდეოში გითხარით, რომ მოკლედ რაღაც პროდუქტი ვნახე, რომლის გატესტვაც მინდოდა ძალიან და ესე იგი ბოლო დაახლოებით 4 დღის მანძილზე ამ ყველაფერს მოვუყარე თავი და გუშინ დავიწყე კამპანიები და დღეს ესე იგი პირველი გაყიდვა ანუ ხო დღეს პირველი გაყიდვა დავაგენერირეთ ამ პროდუქტით 40 ფაუნდი, ანუ პირველი იდეაში პირველი სეილი არის. საინტერესო სტატისტიკა მივიღე მარკეტინგულ მაჩვენებლებში და ვფიქრობ, რომ აქვს რაღაც შანსები ამ პროდუქტს. ნუ ნახოთ მომავალი 3-4 დღის მანძილზე გავაგზელებ ტესტირების ფაზას და ვნახოთ რა იქნება საბოლოო ჯამში. მოკლედ ეთო რა მარტივია? მოკლედ იმყოფები ძალიან ლამაზად, ესე იგი ვიმყოფებით ერთ-ერთ ძველ შენობაში თბილისში. მოკლედ ძალიან ლამაზი ადგილი აღმოაჩინეთ თბილისში, აღმაშენებლის ტერიტორიაზე არის ძველი სახლი, რომლის სამივე სამსართულიანი სახლი არის და სამივე სართული არის ხელით მოხატული რა, იდეაში ძველ დროში. ალბათ ან გერმანული არის, ან გერმანული ნამუშევრები არის, არ ვიცი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ულამაზესი შენობა არის, სადაც პირველ და ბოლო სართულზე არის სასტუმროები და ეხა არავინ არ არის და უცებ ვიღებ ამ ვიდეოს რა, იმიტომ რომ მინდა რომ თქვენს განახოთ, იმიტომ რომ მართლა ულამაზესი ადგილი არის და სულ ტურისტები დადიან და ცოტა რთული არის გადაღება, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ანუ სასტუმრო არის პირველ და ბოლო სართულებზე და გამოდიან რა ოთახებიდან და რო არ შევაწუხო თიშა ხოლმე კამერას, ხო და ძალიან ლამაზი ადგილი არის, რესტავრირებული არის, ნახევარ ეხა თქვენ უკან შევს რას უკანასაც ხედავთ. ეს არის სულ იდეაში რესტავრირებული და გასუფთავებული რა. და მთავარი რაც არის სადარბაზოში, იდეაში სადარბაზოს თავზე არის ულამაზესი რაღაც, ამასაც განახებთ მოკლედ. შუა სართულზე, მეორე სართულზე არის ძველ ოთახში, ძველ სახლში გაკეთებული კაფე. ძველი იატაკით, ძველი კედლებით, თეთრი დარაბებით, ამასაც გაჩვენებთ, აი მართლა ულამაზესი ადგილი არის და ზოგადად რაც მიყვარს, არ ვიცი რაღაცა ის მაქვს რა. რატომ აქ არ ვიცი, ანუ ძველი სტილის სახლებში გაკეთებულ, ან ძველ სახლებში გაკეთებულ რესტორნებს არა, უფრო კაფეებს, იმიტომ რომ იდეაში კაფეები არის ხოლმე ძირითად შემთხვევაში. ვანიჭებ აი ძალიან დიდ უპირატესობას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესთეტიურ სილამაზეს გიქმნის რა, აი არ ვიცი, მე მაქვს ალბათ ეგ რომ რავი ძველი სახლი, თან ბევრი გვაქვს თბილისში რა. და ის სულ მინდოდა რომ ეგეთი კაფე მქონოდა რა და ხო სულ მიყვარს ხოლმე ეგ ადგილებში სიარული და ერთ-ერთი აღმოაჩინე ეს აქამდე არ ვიცოდი. პრობა არის ხელოვნების ნიმუში. მოკლედ ექსპერტი არ ვარ ინტერიერის და ექსტერიერის გადაღების, მაგრამ ეხლა რასაც შემოგთავაზებთ, იქნება ჩემი გადაღებული, ასე რომ ხო ნუ გამსჭით, ნახოთ აბა რა გამომივა. ანუ იდეა მოვიგონე რომ ეს მოკლედ Shopify-ის ზემიცით აქ არის მაღაზიის სახელი და ესე ვმალავ მოკლედ მაღაზიის სახელს. მოკლედ დღეს არის 4 დეკემბერი 5 საათი და დღევანდელი მაჩვენებელი გვაქვს 250 ფაუნდი ერთ დღეში, 7.63 conversion rate არის სერიოზული მაჩვენებელი, მაგრამ return on ad spend გვაქვს 2-ზე ოდნავ დაბალი, მაგრამ break even-ის ad spend გვაქვს 1 და 40, ასე რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის, თან ვართ, ჯერჯერობით მაინც ვართ ოპტიმიზაციის ფაზაში, ასე რომ ხო დიდი ანუ ოპტიმიზაციის ფაზაში ზოგადად ხშირი არის მინუს მაჩვენებელი, ანუ წაგებობ რომ მაღალი არის ხოლმე ვიდრე შემოსავალი, შესაბამისად თუ რავი, break-even-ზე ოდნავ მაღლა ვიქნები, ოპტიმიზაციის პერიოდში ძალიან მაგარი შედეგი არის ჩემი აზრით. ხო, მოკლედ ეს პროდუქტი მე მგონი, ნუ ნახოთ მაინც ოპტიმიზაციის პერიოდს თუ გავივლით. და ხო, რა, მოკლედ სერიოზული მაჩვენებელი არის 7.60, ვინც არის ინდუსტრიული საშუალო არის 5%, ყველაზე კარგ შემთხვევაში 1%-დან 5%-მდე არის საშუალოდ მაჩვენებელი
ეს ინდუსტრიული საშუალო და 7.73% არის სერიოზული მაჩვენებელი. არ გამომიჩნდეს მაღაზიის სახელი. So, hello guys, დღეს არის მოკლედ. დღეს არის 20 დეკემბერი, წინა ვიდეო როდის ჩავწერე, აღარ მახსოვს, ალბათ ერთი კვირის წინ იქნებოდა, ან 5-6 დღის წინ, ზუსტად არ ვიცი. წინა დღეს სტატისტიკები რაც გაჩვენეთ, მოკლედ ეგ იყო და ესე იგი საბოლოო ჯამში რო ნახე, დაახლოებით მოკლედ ესე იგი 8 დეკემბერი იყო მე მგონი, როდესაც ახლიდან დავიწყე, ანუ რაღაც კამპანიებში აღმოაჩინე რაღაც შეცდომები და შემდეგ თავიდან გამოვასწორე შეცდომები და თავიდან დავიწყე, ესე იგი დაახლოებით 20 დღეა მოკლედ ამ ბრენდს ესე რომ ვთქვათ ფუშავ ბოლომდე, იმიტომ რომ ვხედავ პოტენციალს და საბოლოო ჯამში ესე იგი დაახლოებით 10 დღის წინ დაახლოებით 10 დღის წინ დავშეკე სტატისტიკა და მოკლედ ესეთი რაღაც მქონდა სტატისტიკაში ნაჩვენები მქონდა რომ საბოლოო ჯამში ვიყავი -$2,500 დოლარში დაახლოებით 2000 რაღაც ფუნტი სტერლინგში რა ანუ ხო და საბოლოო ჯამში აი შეცდომებმა რომელიც მე დაუშვი იდეაში ზრდის პროცესში რადგან განმახორციელე რამოდენიმე არასწორი მანევრი ზრდის პროცესში, რომელიც კრიტიკული აღმოჩნდა და ამან გამოიწვია ის, რომ ნუ ხო -$2,500 დოლარში ვიყავი. ნუ საბოლოო ჯამში მაინც არ შემაშინა ამ მინუსმა და მაინც ვნახე რაღაც პოტენციალი, ესე რომ ვთქვათ, და იმ შეცდომების გამოსწორების შემდგომ ვხედავდი მწვანე სტატისტიკას, ესე რომ ვთქვათ, უკეთეს სტატისტიკას, ვიდრე ველოდებოდი შეცდომების გამოსწორების შემდგომ. საბოლოო ჯამში მაინც ვერ იტყვი, რომ აი ხა დღესაც არ მინდა რომ ვთქვა, რომ არის რაღაც, მაგრამ ნუ ხო, არის იმაზე უკეთესი ვიდრე იყო. ეხლა გაჩვენებთ დღევანდელ, ესე იგი დღეს არის, ეხლა არის დილის 11 საათი და როგორც ისიც საერთაშორისო ბაზარს ეხლა ძინავს იდეაში. ზოგადად ისე არის ხოლმე, ანუ 11 საათი, 12 საათი, პირველი, 2, 3, 4 საათი ზინავთ რა, ანუ აქ არის, იქ არის შუაღამე, აქ როცა თენდება. ბრენდის სახელს რა თქმა უნდა არ გაჩვენებთ, მოკლედ ეს არის 11 საათამდე იდეაში, ნახე, ანუ მთელი დღე ისო წინ არის 550 პაუნდი არის და conversion rate არის 10%. ანუ 550 პაუნდი ნახევარ დღეში ესე რომ ვთქვათ რა თუ ხედავთ არ ვიცი. მაღაზიის სახელს რა თქმა უნდა ვფარავ. ხო, 20 ორდერი არის ჯერჯერობით და დღეს არის რო რა დღე არის. ნახოთ კალენდარშიც თუ გვაქვს კალენდარი. დღეს არის 20 დეკემბერი. ხო, ეს არის დღევანდელი დღე, ახლა გაჩვენებთ ბოლო 10 დღეს, ანუ 10 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე. 10 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე უკვე სწორდება სტატისტიკა, უფრო საშუალო სტატისტიკას გვიჩვენებს, ვიდრე არის ხოლმე. ესე იგი 10 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე გვაქვს 156 ორდერი და 4% conversion rate, 4422 პაუნდი სეილებში 3727 ადამიანი არის გადმოსული ჩვენს ვებსაიტზე. ხო, ეს არის 10 დღის სტატისტიკა და მოკლედ ვნახოთ რა იქნება მომავალ 10 დღეში, იმიტომ რომ როგორც იცით, საბოლოო ჯამში თუ არ აყევი, საბოლოო ჯამში ვერ გამოგივა ვერაფერი და აი სწორედ რა შეცდომების დაუშვი იდეაში რის გამოც ვიყავი $2,500 მინუსში იყო ის რომ ძალიან სწრაფად მოვინდომე აღმასვლა, ესე რომ ვთქვათ რა, ძალიან სწრაფად სწრაფი სვლები გავაკეთე რა. უნდა გავჩერებულიყავი რაღაც ეტაპზე, უნდა დავფიქრებულიყავი მეტი სწორი, უნდა გამეკეთებინა სწორი ანალიზი და შემდგომ განმეხორციელებინა გასაზრდელი ნაბიჯები, ესე რომ ვთქვათ, ნაბიჯები, რომლებიც შემდგომ ესე რომ ვთქვათ, გაზრდიდა ჩემს შემოსავალს. მალე მივიღე ეს გადაწყვეტილებები და ამან გამოიწვია ის, რომ ვიყავი რაღაც ეტაპზე სერიოზულ მინუსში და სერიოზულ სტრესში ვიყავ, ეს რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ვიცოდი პოტენციალი და ოდესაც ხედავ რაღაცის პოტენციალს, მაგრამ მაინც ვერ მიყავს ბოლომდე არის საშინელი შეგრძნება და ზოგადად
ბევრ საშინელ შეგრძნებას გამოვდივართ ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე ვიბრძვით იმისთვის, რომ რაღაც უკეთესი მივიღოთ ამ ცხოვრებაში და ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს უთმობთ სწორედ ამას. ხო, ძილი ისევ რთულია, ძალიან გართულებული მაქვს ბოლო 1 თვეა, თითქმის ანუ ძინავს, მაგრამ მეღვიძება შფოთვებით, ასე რომ ხო. ეს რაღაც ფაზა არის, ფაზას როცა გავივლი, მე ისევ დავიბრუნებ ჩემს ტკბილ ბავშვივით ძილს, ასე რომ ხო, ყველაფერი იქნება კარგად, ესე რომ ვთქვათ. შევხედოთ დღეს 20 დეკემბერი არის, წინა კადრები როდის შევწერი არ მახსოვს. თავარი ის არის, რომ მე ხარ ასაც ვაკეთებ ის, რომ მართლა ნოლიდან მივიყევ ხართ იქ, სადაც იქ მიყავ ხართ, სადაც ვფიქრობ, რომ სტაბილური შემოსავალი უნდა გახდეს ის ბრენდი, რომელსაც ახლა გაჩვენებთ იდეაში. ეხლა არის ძალიან უსწრაურ ფაზაში, ეხლა უნდა გავიგო, ან მეტი უნდა იყოს, ან სადღაც გავჩერდე, იმიტომ რომ აქ ხოლმე e-commerce მაღაზიებს ის რომ ანუ რაღაც ის იქით ვეღარ მიდის რა. მაგრამ ყოველთვის უნდა იპოვო რაღაც ახალი რა, ახალი რეკლამა, ახალი პროდუქტი, ახალი, იმიტომ რომ ხალხს მოწონს სიახლეები, რომ ამიტომაც უნდა იყო ახლის ძიებაში, ხო? მოკლედ ჯერჯერობით სტაბილურ სიტუაციაში ვართ, ნახოთ რა იქნება. ეს ვიდეო რამ ხელა გამოდის საბოლოო ჯამში ვერ ხვდები, მაგრამ ხო, მინდა რომ რამოდენიმე ფაზად დავყო, ესე რომ ვთქვათ, დღეს დავდებ ვთქვათ ამას. შეიძლება ის იყოს პირველი ნაწილის, ვთქვათ, ბოლო კადრი. და ხო, მოკლედ ნელ-ნელა მივყვებით ამ ბრენდს და რა თქმა უნდა თქვენს მომყავხართ ჩემთან ერთად, ასე რომ ცოტა გაციებული ვარ, ხმაც შესვლილი მაქვს. ხო. That's it guys. ყველანი ვინც იგივე გზაზე ხართ, ყველანი ვინც იბრძვით უკეთესობის თვის, ყველანი ვინც ანტრეპრენერები ხართ და ანტრეპრენერობა საკმაოდ რთული, გერქვას ანტრეპრენერი ძალიან რთული რაღაცა არის. ხო და მოკლედ არ ინერვიულოთ, არ იდარდოთ, მეც თქვენთან ერთად ვარ, ერთად ვართ ამ დატვირთულ გზაზე, არ იდარდოთ, ყველაფერი იქნება კარგად და მთავარი არის ეს თავგადასავალი, რომელსაც გავდივართ და არა მიზანი, რომლისკენაც მივდივართ. მთავარი არის ეს ცოდნა, რომელსაც გზაში ვიღებთ და ეს გამოცდილებები და ეს experience-ი, რომელსაც გავდივართ მიზნის მისაღწევად. და ხო, მოკლედ peace შევხვდებით ან შემდეგ ვიდეოში, ან შემდეგ კადრში, რომელსაც გადავიღებ ალბათ ერთ კვირაში და გააპდეითებთ, ესე რომ ვთქვათ, რა ეტაპზე იქნება ეს ბრენდი. მაქვს იმედი და როცა გაქვს იმედი, გაქვს мотивация, ასე რომ let's go, let's fucking kill. მოკლედ კაი დრო შევამჩნიერო, თურმე არაფერი არ ჩანდა. და ხო, ეს არის დეკემბერი 10-დან 20-მდე, რაც გითხარით, 156 ორდერი, ორი ჩარჯბექი ამებზე დაგელაპარაკებით შემდეგ ეტაპზე. აქ დავბლურავ ამ ნაწილს, იმიტომ რომ არ მინდა რომ გაიგოს რომელ ბრენდზე არის საუბარი და ეს არის დღევანდელი წერა გითხარით რომ 20 ორდერი იყო, ეხლა არის 21 წერა კიდევ ვიღაცამ შეიძინა რაღაც, ესე რომ ხო, დღეს არის 575 პაუნდი და 10% conversion rate არის როგორი სასწაული შედეგი რა, ესე ვთქვათ, ხო, მაგრამ საშუალოდ ბოლო 10 დღე რო ავიღოთ, უფრო სწორი სტატისტიკა გვაქვს ვიდრე ერთი დღის სტატისტიკა, ხო, 4956 პაუნდი. და აქედან დაახლოებით, ესე იგი, სუფთა მოგება არის დაახლოებით 10%-დან 20%-მდე შუალედი, ესე რო ავიღოთ. ხო, როგორც არის ხოლმე e-commerce-ის ზოგადად სუფთა შემოსავალი, ესე რომ, ხო. Yeah, that's it.